ესე იგი, საქმე სახუმაროდ ნამდვილად არ გვაქვს, მეც კი ვინც ყოველთვის სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ამ ყველაფრის მიმართ. უსიტყვოდ ვარ დარჩენილი და მოდი პირდაპირ ვნახოთ აი ეს მასალა, როგორც ხედავთ, გადაღებულია, დაფიქსირებულია კამერაზე რაღაც ობიექტი და არ ვიცი ეს რა არის, თუ არა მტკიცებულება. ეს უცხოპლანეტელები არ არიან, ეს რემონტის ხმები არის. რა არის ეს თუ არა მტკიცებულება იმისა, რომ კანონიერ ქურდებს საკუთარი კოსმიური ხომალდი ყავთ. მე სხვა ახსნას ვერ ვუძებნი, ვინმე თუ იცით ეს რა შეიძლება იყოს მაცნობეთ, მაგრამ ეს დიდი ალბათობით არის სწორედ კანონიერი ქურდების კოსმიური ხომალდი, რომელიც შექმნეს დროსთან ერთად დიდი დრო ჰქონდათ, რომლითაც გადაადგილდებიან, კრიშავენ სხვადასხვა პლანეტებს, პოტენციურად გალაქტიკებს. და ნუ მოკლედ რა, ტრამპმა გამოაქვეყნა ტრამპის ადმინისტრაციამ UFO-s ფაილები, UFO რა არის? ანუ U ეგ არის უხილავი, ან ამოუცნობი, უფრო უხილავი, იმიტომ რომ U არის, F არის ფრინავი, ანუ რაც დაფრინავს და O არის ობიექტი. გამოაქვეყნა 28 ვიდეო და არა მხოლოდ ვიდეო მასალა, არამედ ტექსტუალური მასალებიც იქ FBI-ის, რამე, ჩვენებები და მარტივად რომ გითხრათ, ეს იყო შიზოფრენიის საწვავი. ტრამპმა დადროფა შიზოფრენიის საწვავი. ყველა ვისაც ცოტა ეკლდა, აი ყველაფერი მოკლედ ეპსტინის ფაილების გარდა, აი ყველაფერი საერთოდ. და ნუ უცხოპლანეტელების ყველაფერი არ გამოაქვეყნეს, რამდენადაც ვიცი, მაგრამ ძალიან დიდი მასალა, რასაც ბოლო 50 წელი მეტი რეალურად ინახავდნენ, გამოაქვეყნეს და რაში არის ახლა მთავარი პრობლემა? პრობლემა იმაშია, რომ ყველაფერი რაც საინტერესოა, ყველაფერი რამაც შეიძლება რომ ჩვენი ყურადღება დაიმსახუროს, ყველაფერი რამაც შეიძლება რომ ოდნავ აგაფორი აქოს, არის ჩვენების ფორმით. რა თქმა უნდა, ჩვენების ფორმით არანაირი ვიდეო მასალა, არაფერი მსგავსი, არამედ ხალხის ჩვენება. იქ ანალური პრობები და ეს უამრავი რეპორტი იყო, რომ უცხოპლანეტელები ჩამოდიან, რა თქმა უნდა, ამერიკაში და როცა ხალხს წინავს ეპარებიან და იქ ტრაკიდან ნაცხს იღებენ თუ რაღაცას, რომ მერე წაიღონ და იქ დნმ გააანალიზონ, ეს ანალური პრობების ამბავი საკმაოდ ცნობილი არის. და ყველაფერი ეგეთი რაც არის ტექსტუალურ ფორმაში, ჩვენებები. ჩვენებები კი რა თქმა უნდა, ხალხი ისეთ რამეს იჯერებს, რომ პრინციპში რა, მაგრამ ეს ვიდეოც აი დააკვირდით, ჩავრთავ და მოძრაობს ვარავსკოი ფორმის ხომალდი, გადაადგილდება, აქ კიდე პარაშუტიც არის, უბრალოდ მგონი ამ ძამს არ ჩანს, მაგრამ პარაშუტმაც ჩაიფრინა. აი ესე დადის და თან რაღაცებს ხაზავს. აი რა არის, ხო ეს? და ყველა შიზოფრენიკმა თავისი ვარიანტი დადროფა. ეგ არის ბიბლიური რაღაცა არსება, ეფილიმი თუ რაღაცა ეგეთი. ეგ ცალკე კონსპიროლოგებმა ცალკე ისინი შეთხზეს, აი ვინც ძალიან უცხოპლანეტელებშია და რამე არარელიგიური კუთხით. და მოკლედ რა, ყველა ფორმის პრიმატულმა ტვინმა საკუთარი ვერსიები დადროფა. პრობლემა რაში არის? პრობლემა იმაშია, რომ ეს ვიდეო აქამდეც არსებობდა ინტერნეტში. კი გამოაქვეყნა ტრამპის ადმინისტრაციამ, მაგრამ ეს აქამდეც იყო და ეს პრინციპში, ახსნილია რა როგორ არის ისეთი ხალხის მიერ, ვინც ერკვევა ამ ყველაფერში, შეგიძლიათ თავადაც ნახოთ ერთი წამით. ხო რამე ერთი ფოტო მასალა მაინც არის, რომელიც უნდა გაჩვენოთ და რომელიც მართლა ხუმრობის გარეშე სერიოზულად დაგაფიქრებთ ყველაფერზე, ოღონდ ცოტა ხანში ჯერ მოდი აი ვიდეოც დევს, სადაც ახსნილია პრინციპში ეს ქურდული ხომალდი რაც არის. This still image of a spiky UFO was released by Jeremy Corbell. It's called Chandelier, because apparently this is what a chandelier looks like if you lay on a table and look up at one. When I first saw it, I recognized it looked rather like a diffraction artifact. Bright lights or heat sources often have a star-shaped diffraction pattern around them. This can vary a lot by camera, lighting conditions and the settings, but generally depends on the shape of the aperture and the configuration of support vanes in a compound mirror telescope.
On Metabunk, Flarkey recognized the camera as a Raytheon MTS-B, and we see that does indeed have the support vanes in the main camera. There's not a lot of sample footage. No მოკლედ ახსნა არსებობს ისეთი, რომელიც არ გულისხმობს დღის წესრიგის გარღვევას რა. მარტივად რომ ვთქვათ, ანუ აქ ოკამის სამართებელი ეგრე არც არის საჭირო, მაგრამ აი ელემენტარულ დონეზე, ხო? რაღაცა ხმა გაიგონე, გძინავს და რაღაცა ეგეთი ხმა არის, ხო? ახლა ორი ვარიანტი არის. ან რო რაღაცა აფეთქდა, ან რო რაღაცა დაეცა, ან ნუ მესამე ვარიანტიც არის რა, ის რომ უცხო პლანეტელები ჩამოვიდნენ და აი კოსმიური ხომალდის დაждომის ხმა იყო ეგ. რომელი ვარიანტი უნდა აირჩიო აქედან თუ თავში ტვინი გიგდია? რომელიც ყველაზე მეტად მოსალოდნელია და რომელიც არ გულისხმობს რომ დღის წესრიგი ფეხებზე დაიკიდო და დაასკვნა რაღაცა ექსტრაორდინალური, ხო? იმიტომ რომ ექსტრაორდინალური მტკიცებები საჭიროებენ ექსტრაორდინალურ მტკიცებულებებს. ჰიჩენსის სამართებელი და ამბები. მაგრამ სამწუხაროდ ზოოპარკში ვცხოვრობთ. ზოოპარკში. ფსიქიატრიულში დამერჯილი არის ეს ორი ერთად. და უკვე ისეთი დასკვნები ქვეყნდება ინტერნეტში, რომ რა ვიცი. ნუ აი ეს რაც არის საკმაოდ კარგად ახსნილი ეს როგორ ხდება, რა არის და არ არის საჭიროება უცხო პლანეტელების და ეგეთი არსებების დამაკმაყოფილებელი არ არის, იმიტომ რომ მან დრამა არ არის, რომ პრიმატის ტვინი ცოტა იმასქნას, ესე მაიმუნი რო უტყავდეს რაღაცას, ხო? მაგრამ ეხლა მოდი გაჩვენებთ ერთ ფოტოს, რომელმაც პირადად მე დამაფიქრა, რომ იქნებ, განა ის რომ დავიჯერე უცხო პლანეტელების არსებობა, მაგრამ იქნებ არსებობენ და უფრო კონკრეტულად რაღაცა ნიშანს გვაძლევენ. და ახლავე გაჩვენებთ ამ ფოტო მასალას. ინებეთ ეს NASA-ს კამერებმა დააფიქსირეს ზუსტად აი იმ მომენტში, როცა უცხო პლანეტელებს აკვირდებოდნენ, როცა გაიგეს რომ რაღაცა ხდება ცაში და მიმართეს საუკეთესო ტელესკოპები ყველაფერი რაც ჰქონდათ და აი ეს ნახატი გამოისახა, სადაც იდეაში ნიშანს გვაძლევენ უცხო პლანეტელები რომ ვიცით ვინც ხართ ან რაღაცა ეგეთი, ნუ მოკლედ რა და კარგად დააკვირდით ამ ფოტოს. თითქოს ადამიანი არის, კოსმიური დიდი ღვთაებრივი ადამიანი, თან ისეთი მასკულინური საკმაოდ, რომლითაც ისინი თითქოს არ ვიცი რას გვაჩვენებენ ამით უცხო პლანეტელები, ანუ რატო გამოსახეს ეს ცაზე, რომ ვიცი რომ თქვენ არსებობთ და აი ადამიანი ასე გამოიყურება, თუ მე ვარ თქვენი შემქმნელი, ანუ შეიძლება ეს იმასაც ნიშნავდეს, რომ აი თქვენი შემქმნელი ვარო და მთელი ამბები. აი კიდევ ერთი მასალა, რასთან დაკავშირებითაც მიმართებითაც ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი, უყურეთ ქალი მიდის. მან ჩაიარა, მაგრამ აი ამ ქალს დააკვირდით ყურადღებით, ხელში მაიმუნი უჭირავს, შეხვეული და ყურადღებით დააკვირდით თვალი არ მოაცილოთ. ნუ უცხო პლანეტელებთან არაფერ შუაშია, მაგრამ უბრალოდ სასაცილო ვიდეო იყო და მეთქი გაგიზიარებდით. კიდევ ერთი მასალა რაღაც დაფრინავს ცაში. უცნაურად იცვლის მიმართულებას, მარჯვნივ, გაურკვეველი მიმართულებით. რა არის ეს? მე ჩემი თეორია მაქვს ძალიან ისეთი ნატურალისტური, არ საჭიროებს უცხო პლანეტელებს, ანგელოზებს და ეგეთ რამეებს. ეს არის დიდი ალბათობით ხომალდი ინტერგალაქტიკური პედოფილების, მოლესტატორების. ან მეორე ვარიანტი არის, რომ აი წეღან რო ვნახეთ კანონიერი ქურდების ხომალდი, ეს არის აი ვინც იყო ქურდი, მაგრამ რო აღარ არის რა, ანუ მოხსნეს თანამდებობიდან და ნუ კოპირაითიც აღარ აქვს, რომ ის ვარსკვლავის ფორმის ხომალდი გამოიყენონ და ეს არის. ნუ აი სერიოზულად რა, არაფერი საინტერესო მართლა არ არის, არაფერი ისეთი არ არის, რაც ხელჩასაჭიც მოგცემდა, რომ გვეფიქრა, რომ უცხო პლანეტელები არიან. მართლა ეგეთი არაფერი არ არსებობს. თუ არ გინდა, რომ ეგრე იყოს. თუ გინდა ადამიანს ყველაფრისთვის მოიფიქრებ რაღაცას, ყველა შეცდომას მოუფიქრებ პასუხს, ყველა ბუნებრივ ახსნას დაივიწყებ. და ნუ მოკლედ რა, როგორც ხდება რელიგიურ ტექსტებზე და ასე შემდეგ.
თუ გაქვს რწმენა, მან ნუ აი ვერა შანსი არ არის რა. შანსი არ არის. ნუ აი რატო ვაკეთებ ამ ვიდეოს იდიოტებისთვის? არა, უბრალოდ რომ ვიცინოთ. თორე ადეკვატურმა ხალხმა მშვენივრად იცით რომ ესეთ რამეებზე არ უნდა დაიკეროთ რა. კიდევ ერთი რაღაც მრგვალი ობიექტი, როგორც ხედავთ, გადაადგილდება ჩემი მაუსი თუ ჩანს. აი, დააკვირდით. გადაადგილდება რაღაცნაირად. რა არის ეს? რა თქმა უნდა, უცხო პლანეტელები უნდა იყვნენ, ხო? იმიტომ რომ სხვა რა უნდა იყოს, რაღაცა მრგვალი, თეთრი, რომელიც გადაადგილდება. ცხადია რომ უცხო პლანეტელები. რა თქმა უნდა, ამერიკაში. იმიტომ რომ ამერიკას უმისნებენ უცხო პლანეტელები ყოველთვის. ხო, ესეც ნუ ეგ არის. აი, სხვა რა ახსნა უნდა იყოს, ხო? სხვა რა ლოგიკური ახსნა მოვუწებნოთ. ხო და ასევე საინტერესო ფოტო, სადაც ნაჩვენებია ისტორიის მანძილზე რა ხალხი რა იარაღით იპყრობდა და ანადგურებდა მტერს, დაიპოვებდა ძალაუფლებას, აი ყველა იარაღი არის აქ ნაჩვენები, იქ ვიკინგების იარაღი, ებრაელების მთელი ამბები, საინტერესო რამე იყო და ნუ მოკლედ რა რისი თქმა მინდა, რომ აი გავიცინეთ რამე რომე გვეყო, არანაირი უცხო პლანეტელები არ არიან დედამიწაზე, არც კონტაქტი გქონია, ნუ მიზეზი არ გვაქვს რომ ვიფიქროთ, თუ გსურთ რომ ეს ირწმუნეთ, თქვენი შიზოფრენია, თქვენი საქმე არის. აი ტრამპის ადმინისტრაციას აი ამ შიზოფრენიას გიმარაგებთ საწვავით მთელი ამბები და ვინც წესიერი ხოშიანი ადამიანები ხართ, ყველას გელოდებით ნიკო სვანიძე წერტილი.com-ზე. და ნუ მოკლედ, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ნუ აი ეგეთი სისულელე რა.